Ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. Როგორ ხართ, ჩემო კარგებო, ხომ ხართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად? ძალიან დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, მადლობით უნდა დავიწყო. თითოეულ გამომწერ ჩემი არხის განვითარებისთვის ერთი subscribe ღილაკია, რომელიც რავი ვფიქრობ და ვთვლი, რომ არ არის რაღაცა ესეთი დიდი პასუხისმგებლობის მქონე, რომ ერთი სკაპღილაკი და გამოვწეროთ ხო არხი, რომ იქნებ რამდენ ადამიანს ვეხმარებით, ამიტომ ამას არც დრო ჭირდება, არც რაღაც საგანგაშო პასუხისმგებლობა აქვს. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, მადლობელი ვარ, მადლიერი ვარ, ვინც ჩემ არხს იზერთ და ვინცაც ჯერ არ გამოგიწერიათ ჩემი არხი, გამოვწეროთ არხი, ხო? ასევე თითოეული ლაიქი, აი შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს იცოდეთ, უბრალოდ ანუ არხი ვითარდება აბსოლუტურად უფასოდ, ხო? არავინ ამაში არაფერს არ იხდის, მაგრამ ვინაიდან ამდენი ადამიანი ელოდება და რადგან ელოდება და რადგან მადლიერია, ერთი ლაიქ ღილაკი არავის არაფერს არ უშლის, მე მგონი ამის გამოწელი არავის მოწყდება, ხო და მედლები არავის ჩემედლებიო არავის ჩამოუვარდებაო, რომ ერთი ლაიქი ვიდეოზე ისევე თქვენზე რომ რეზონირდეს, იმიტომ რომ ეს არის ენერგოგაცვლა, ჩვეულებრივი მე ამაზე არ ვსაუბრობ ხოლმე, იცით და არ მიყვარს თავის შეწყენა, რომ აი ესე დეტალებში ჩემი არხი ესე და ისე, ხო? უბრალოდ ერთხელ ვითხოვ და მორჩა დამთავრებული, ამიტომ ისევე თქვენთვის არის რეზონირებადი, ისევე თქვენ ენერგოგაცვლისთვის არის უკეთესი, ამიტომ თქვენი ნება იგივენაირად TikTok-ზე ერთი follow TikTok-ზე მე ვფიქრობ არც მჭირდება თქმა, ესე უსიტყვოდ followerებიც უსიტყვოდ მოდის, კომენტარებს თავისული და გულით მართლა ძალიან ბევრი კომენტარი და YouTube-ზე რატოა რომ საერთოდ რა ვიცი, გვეზარება თუ რა ხდება, ხო? დაახლოებით ხო უნდა ვიცოდე ვიზე რეზონირდა და ვიზე არა, ხო? თუ არა მაშინ ავდგები და იმ ვიდეოს საერთოდ აღარ ჩავწერთ და ასე შემდეგ. მე რედ გახართ და პირად შემწერთ, რომ თეკო გაშალე, ვენატრები არ თუ გვენატრები თუ ის და თუ გინდათ ეს ვიდეო, მაშინ რა მოხდა, ხო, რომ ერთი კომენტარი დადოთ და ერთი ღილაკ დააჭიროთ, subscribe ღელი მეტი არაფერი ისევ თქვენთვის ვიძახით, თორე კი ბატონო, ნურც მაგას ნუ გააკეთებთ თუ გნებავთ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი ვიდეო გაშლა ეხება და ძალიან ჩქარჩქარა და მალმალე ვცდილობ ვიდეოებიც ავტვირთო, საქმეებიც მოვასწრო, რომ ანუ ძალიან მცირე დროა, 17 წუთით კონსულტაციებს აღარ მივიღებ, გამონაკლისს ვუშვებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანზე, მხოლოდ რამდენიმე ადამიანზე, იმიტომ რომ ესენი ჩემი ერთგული, ასე ვთქვათ, და სულ ჩემი პაციენტები არიან და ხშირად ჭირდებათ კონსულტაცია და ზუსტად ვიცი, რომ ამათ კონსულტაციაზე უარი უთხრა შეიძლება, რა ვიცი, მთელია ესე ისტერიკა და ამბავი მოხდეს. იციან ვიზეთ საუბრობ, ხო? კი მეუბნებიან, რომ არა, თეკო, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ არ გითხრათ კონსულტაციაზე და გაშლაზე, მაგრამ მე ვუთხარი ნება დავრთე, რომ აუცილებლად რაღაცას მოვახერხებ და კონსულტაციას ჩავუწერ, უბრალოდ დავურეკავ, სადაც ვიქნები იქიდან, მოკლედ. ჩემო ძვირფასებო, გვითვალთვალებს თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი და ვფიქრობ, არა, მე მგონი რომ ისევე სჯობია. ვიცოდეთ, ვეღარ გავარკვი რომელი დასტაზე გავშალო. აი, მზიან სამეფოზე გავშალოთ, მოდით გვითვალთვალებთ თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი. და დროც არ მაქვს ხარდასტა დამენახებინა, კუთი დამენახებინა, ვიცით ხო როგორიც არის ვიზუალურად, ჩაიფიქრეთ თქვენი პარტნიორის სახელი და გვარი სრულად, პასპორტში როგორც არის ისე, ხო? და ასევე თქვენი სახელი და გვარი, წმენდებდეთ იგივენაირად, მოხსნებდეთ აბსოლუტურად სრული სახელი და გვარები მჭირდება. თქვენიც მესამე პირისაც ზოგადად. მთლიანობაში. კარგით, მოკლედ შევვნახოთ რა სიტუაცია გვაქვს, ხო? ვის გეხებათ ეს გაშლა, რას ეხება ეს გაშლა, შემდგომ რა სიტუაცია გვაქვს, შეიძლება კითხვებს არ მივყო, იცით ხო, ჩემი გაშლები შეიძლება სხვა მხრივ წავიდეს გაშლა და კონსულტაცია, რას ეხება, რა მოხდა ზოგადად, ანუ სიტუაცია მერე ვის ეხება ეს გაშლა, შემდგომ რა დამოკიდებულებით არის ეხლა თქვენთან დაკავშირებით ეს ადამიანი, ხო, ეხლა გითვალთვალებთ, რა თქმა უნდა დაშორებული ხართ, თორე დაშორებული თუ არა ვართ, რა თქმა უნდა, ისედაც ვიცით ხო ყველაფერი. შემდგომ გითვალთვალებთ თუ არა ეს ადამიანი და რჩევა დავდოთ აქეთ. ოპა, ერთი უნდა დაგანახოთ თქვენი თვალით რა. 4 არის პენტაკლი, მეფე პენტაკლის, მიწა,
ნება, გაუმძლევლობა, ფულის ნერვიულობა, რაღაცა მატერიალურზე ნერვიულობა, რაღაცა ეხლა ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე თქვენი გრევას მოყვა მისი ფინანსური ჩავარდნა, აბსოლუტურად უკან წავიდა, რა თქვენ დაგშორდათ. როგორც ჩანს დაშორებულები ვართ, იმიტომ რომ 10.000-დან წავედით 6 ხმლებში, გადავედით ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე გავცურეთ და დღესდღეობით არ ვიცით რა გვინდა, დღესდღეობით ურთიერთობა დასრულებულია როგორც ჩანს. კი ბატონო, შეიძლება ვთქვათ, მოიხსენიოთ, არ გიყვართ ეგ სიტყვა, მაგრამ კარგით დაპაუზებული, მაგრამ 10.000-ის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ რაღაცა ყველაფერი აწყობილი იყო, ყველაფერი წავიდა ნულზე. წავიდა და ჩაიძირა. კარგით, ნახოთ რა მოხდა. ყოველ შემთხვევაში აღარაფერი აღარ გაგაჩნიათ ახლა. არაფერი აღარ არის ახლა და რა მოხდა? მოხდა ის, რომ მოხდა კარმა, მოხდა ფორტუნას ბორბალი, მოხდა ერთი და იგივე წრეზე ბრუმა, ერთი და იგივე წრეზე ტრიალი, წადი წამოდი შეურიგდი, გადი იჩხუბე მოხვედი შეურიგდი, ვაკადრეთ ერთმანეთს უკადრებელი, რაც იყო და რაც არ იყო, ყველაფერი თავდაყირა დადგა, გადავიდა სიბრაზეში, ეხა ჩვენ თავზეც ბრაზობთ, ანუ ეს მამაკაცი თავის თავზეც ბრაზობს, თქვენზეც ბრაზობს, თქვენც ბრაზობთ აბსოლუტურად თქვენთ თავზე, თქვენ წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ ზოგთან ქალების ბრალიც არის, მამაკაცებმა პირადში მომწერეს იმ დღეს, ესაო, თუ ჩვენ გულანძღავთ, არა, ჩემო ძვირფასებო, რას ლაპარაკობთ, მე იმდენი მამაკაცი მყავს, ეხლა ამ წუთას წმენდებდეთ, პირად კონსულტაციებდეთ, როგორ შეიძლება უბრალოდ რაღაცაში რომ უარყოფითი არის ვიძახი, აგერ ამ წუთას გეუბნებით, აქ როგორც ჩანს, ქალმა ძალიან ბევრი მიქარა და ვაღიარებ, რომ აქ ქალის დანაშაულიც ბევრია, იმიტომ რომ სიტუაცია გადავიდა კრუგში, ტრიალში, ხან მოუნდა შერიგება ამ ქალს, ხან დაშორება მოუნდა, ხან შერიგება, ხან დაშორება, მერე ისე მოხდა, რომ გამოვიდა ეს კაციც მდგომარეობიდან, ნიჩხუბეს, არ ვიცი, უცმაწური სიტყვა გაკადრათ, რა გაკადრათ, ეხა მის თავზეც ბრაზობს, თქვენზეც ბრაზობს, თქვენ ძალიან ბევრი მიქარით, რომ იცოდეთ ქალბატონებო, აი ამ გაშლით გეუბნებით, წინაზე მე არ მეთქვია, მაგრამ ამ გაშლში გეუბნებით, რომ თქვენი დანაშაული ძალიან ბევრია. და როგორც ჩანს, ჭყალებში თავში რო აგვივარდება, აი ამ სიტუაციას ხედავთ, მაგრამ ამოუვიდა ამ მამაკაც ხელში, მოდი პირდაპირ გეტყვით, ამოუვიდა ხელში და ადამიანი წავიდა ურთიერთობიდან. თქვენთან რა დამოკიდებულება აქვს ამ ადამიანს? კი ბატონო, ნახოთ. ეჭვიც არ მეპარებოდა. 10 ხმლებში ადამიანს დასრულებული აქვს ჩემო ძვირფასო ყველაფერი, გადასულია კრიზისში ყველაფერი, გადასულია აბსოლუტურ გაურკვევლობაში ყველაფერი და გაბრაზებული ადამიანი, გაბრაზებული სიტუაცია, კიდევ მეორე, აქ არ მაქვს იმ ურთიერთობაზე საუბარი, ხა არ გამომიხდეთ კომენტარებში, აი ეს რო არის, ჯერ ერთმანეთს რო არის მიახლოებულ ხართ, გამარჯობა გაგიმარჯვეთი რო ვიცნობთ და რაღაც, ხო, აქ არის ურთიერთობა რო უკვე იყო, ხშირად რო ვიჩხუბია, ხშირად რო დავშორებულ ვართ, აქ არის მინიმუმ 1 წლის ურთიერთობაზე, ამიტომ ძალიან ვთქვათ, ახალ ურთიერთობაში ვინც ხართ, ამას ნუ მოიაზრებთ თქვენად. ნიშნულობა არ აქვს, რომ საჩხუბარი იყოთ, ეს არ არის ახალი ურთიერთობა, ეს ეხება ძალიან ძველს, ხოცვა ჟილეტვის, ბევრჯერ რომ დაგიხოცეთ, დაგიჟილეტიეთ, ბოლოს შერიგებულ ხართ, მაგრამ ეხა ნახეთ რა მოხდა, რო დავიღალეთ და წავედით ურთიერთობიდან. შეხედეთ რა მოუვიდა მამაკაც, დაიღალა თქვენით, ჩემო ძვირფასებო. აქ მე ვფიქრობ, კი ბატონო, მე იმას არ ვიძახი, რომ კი ვისთანაც მესამე პირი იყო, ვისთანაც მუშაობთ და რამე, მაგრამ თქვენგანაც ბევრი რამე იწყინა ამ ადამიანს. თქვენ ისე არ ყოფილხართ, რომ თქვენ ნაჭუჭი ყოფილიყავით და ესე მარტივად რაღაცეები, არა. როგორც ჩანს, აქ თქვენს ბევრი იჩხუბეთ, რაღაცა კაი კაცები ვითარჩიეთ საქმეები, მე რა გითხარით, მე რას გეუბნებით პირად კონსულტაციებში. ნუ ვარჩევთ, მე ხომ მხოლოდ ტაროლოგი არ ვარ, ხო ვარ ფსიქოკონსულტანტი, ხო გაძლევთ ფსიქოლოგიურ რჩევებს, კი არა, ფსიქოლოგები კიდე მეტი მკაცრები არიან, მე ხომ მაქსიმალურად ლოიალური ვარ, მე ხომ მაქსიმალურად თბილად გელაპარაკებით, მე იშვიათად რომ მდგომარეობიდან გამოვიდე, მქონია იქ შემთხვევაც, კი ბატონო, და დამისრულებია ასეთ პაციენტებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ არ ესმით ჩემი არაფერი. ამიტომ ნახეთ და შესაბამისად მე არ მიიღებს არანაირი ნერვების ფასად აი ესე წყვეტა. ამიტომ ნახეთ ჩემო ძვირფასებო რის თქმა მინდა, აქ რაც მოხდა, აქ რა სიტუაციაც მოხდა და მე აქ რაც გითხარით და რასაც მანამდეც გეუბნებოდით, ძველი ბიჭებივით ნუ არჩევთ საქმეს. ძველი ესეთი რაღაცა ქუჩის ბიჭებივით ნუ არჩევთ საქმეს, პატივი ეცით ერთმანეთს, ზუსტად აი ამან დაგაკარგინათ ქალის სახე, მოდი პირდაპირ გეტყვით. ამ შემთხვევაში ერთ-ერთში გეუბნებით, აქ ქალების ბრალი რაც არის, იმას ვიძახი. აქ მამაკაცები არაფერ შუაში არ არიან. კი ბატონო, მიქარეს თუ დაგშორდნენ თუ რაღაც ხომ, არა.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს კაცებივით გავხდეთ და აი ესე ჩამოვეკიდოთ და ბიჭო შენ რამე ხوار გეშლება, ალბათ რა ვიცი, მე ესეთი ლაპარაკებიც გქონდეთ, რა მოხდა? მამაკაც აბსოლუტურად შეიცვალა თქვენთან დაკავშირებით ყველაფერი. აბსოლუტურად მამაკაც თქვენ თუ გონიათ მარტო დაიღალა, დაღლა არაფერ შუაშია. დაგინახათ როგორც ის მიმზიდველი და ის ქალი კი არა, როგორიც იყავით ყოველთვის და ვაიმე და სათნო და არა. კაია, ესეთი დამრტყმელი ქალები რო არიან, ხო იცით, მოჭიდავე თუ მოკრივე. აია ესე შესაბამისად აღარ ჭირდებით. ასეთ ადამიანებს აღარ ჭირდებით, შემოძირფასებო ქალი, რომელიც თავის იერსახეს კარგავს, ქალი, რომელიც თავის მეს კარგავს, ქალი, რომელიც თავის შეგნებას კარგავს და იმსგავსება ქუჩის კაქალს და ქუჩის კაცს. არც ერთ კაცს არ მოიწონება, მნიშვნელობა არ აქვს. სულ 10 ქალთან გიღალატოთ, აი ეს ქცევა რა თქვენგან მიიღო მან, რა თქმა უნდა, რომ პირდაპირ გეტყვით, შეიძლება ამანაც გამოიწვია. და იმ ყველაფერთან მე პირადად ხოლმე უძლური ვარ. როცა ქალი კარგავს ქალის სახეს და იმსგავსება ქუჩის ქალს ან ქუჩის კაცს და რაღაცა ძველი ქუჩის ბიჭებით მირჩევს საქმეებს და ვეუბნები რომ მსგავსი რამე არ შეიძლება, აი შედეგით სახეზია. აქ მეტის არაფერს არ ვილაპარაკებ, აი რაც მოხდა თქვენი თვალით დაინახეთ. მე ვფიქრობ რომ აქ კითხვის დასმას გითვალთვალებ თუ არა საერთოდ არ აქვს აზრი, იმიტომ რომ ადამიანმა თქვენი ნამდვილი სახე დაინახა, მოდი პირდაპირ გეტყვით და აბსოლუტურად აღარ აქვს არაფრის სურვილი, მაგრამ აი რაც გითხარით, ამოღებული ხმალივით ხართ. აი ეს ნამდვილი სახე დაინახა და 5-იანის ხმლებში 10-იანის ხმლებით აბსოლუტურად როგორც გეგონა თქვენ რომ კარგი მანიპულატორი იყავით და კარგად მართავდით ამ კაცს, არ გამოდივიდათ შემოძირფასებო ეს მართვა ასე ვთქვათ, ეს ქცევები და გადავიდა სიბრაზეში, მაგრამ ადამიანმა გაგიშვა თხელი, ჩაჯდა ერთი ნაპირისკენ და გადავიდა მეორე ნაპირისკენ. ნახოთ რჩევარა იქნება. აქ არანაირი აი თვალთვალი შეიძლება იყოს, იცი უბრალოდ როგორ, მე არ ვიცი ხა, ჩვენ ვიცით ხო, ტარო არის, ტარო რა არის პროგნოზი, ტარო განაჩენი არ არის. ამიტომ ერთ თვეში რა იქნება ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში ეხლა ამ სიტუაციაში ადამიანს საერთოდ არ აქვს სურვილი არანაირი თქვენთან რაიმე ან გააგრძელოს, ან რომელ შეხვედრაზეა ლაპარაკი. აბსოლუტურად პირიქით მე ვფიქრობ რომ ამ დროს მამაკაცმა დაისვენა თქვენგან. ამიტომ მე ყოველთვის გეუბნებოდით და გეუბნებით რომ ნუ დავკარგავთ ქალის სახეს. ნუ გადავდივართ ზღვარს იქით. გვახსოვდეს რომ ქალები ვართ და გვახსოვდეს რომ ის არის კაცი და ნუ გადავახტებით თავზე. აი ეს მოხდა, აი ეს ვერ მოითმინეთ და გეტყვით ერთ რაღაცას, კაცი რომელიც ემოციური რჩევაში ნახეთ, კაცი რომელიც აი ესეთი ის იყო რა ქვია, მთელ ემოციას, მთელ ენერგიებს, არ ვიცი, თუ რაიმე გააჩნდა კარგი თქვენთვის ისურვებდა, უცბად სამყაროს არკანით, აი ნახეთ სამყარომ დაგუხურა, მე მეტარკას ვერ ამოვიღებ, აი ამ გაურკვევლობიდან გადავიდა შიშებში, ადამიანი ჩვეულებრივ შიშებში გადავიდა, შეეშინდა თქვენი. განა იმის შეეშინდა, რომ ვაიმე მომერევაო, არა, შეეშინდა იმის, რომ ქალი კი აღარ იდგა მის გვერდზე, ვიღაცა ქუჩის კაცივით გამრჩევი პიროვნება ედგა გვერდზე. შესაბამისად, ქალი ჭირდებათ მამაკაცებს. მე და ეს მე ბევრჯერ მithქვამს თქვენთვის და სამყაროს არკანით, სამყაროს რჩევით, როგორც ჩანს, აქ ურთიერთობა დახურულია. კიდევ რომ ეს არის ინდივიდუალური გაშლა, ეს ბოდიში საჯარო გაშლა და ინდივიდუალური საერთოდ სხვა არის, ამიტომ ძალიან გთხოვთ, პირადში რაც შეიძლება სწრაფად 17-ის მერე კონსულტაციები არ მექნება, 2 დღე გადარჩა 17 საღამომდე. მე აღარ იქნება კონსულტაციები, მარტო მოსწავლები ვინც ყავს იმას ვამთავრებ, ტაროს და მორჩა. ამიტომ ჩემო ძირფასებო იჩქარეთ, მე ვფიქრობ, რომ კიდევ ვიმეორებ ავთვისფრინავს რამ ხელახ მაგ, კიდევ ვიმეორებ ჩემო ძირფასებო ეს ყველას არ ეხება, ეს ეხება წლების ურთიერთობას, ეს ეხება არ ვიცი შეიძლება ცოლ-ქმრებსაც რომ მე დაშორდნენ და მე იმიტომ რომ აქ ისეთი უკადრებელი რაღაცები იკადრეთ თქვენს და მანას, რადგან მან იკადრა, იმას არ ნიშნავდა რომ თქვენს გეკადრათ. ამიტომ არ არის გამორიცხული რომ ეს ყველაფერი გამოიწვია ამან ჩემო ძირფასებო, ადამიანი დაიღალა, ადამიანს შეეშინდა, ოღონდ არა თქვენი, არამედ იმის რომ სად ყოფთი თავს, კიდევ კარგი არ მოხდა ესე. ხედავთ სადამდე მიიყვანეთ საქმე, ამიტომ რაღაცა საქმეს მე კიდევ ვიმეორებ, თუ ვინც ჩემი პაციენტი უყურებს, ვისთანაც ვმუშაობ, მაშინ მე იმათ გასაგონად ვიძახი რომ კი ბატონო, მე სულ გეუბნებით, მაცადეთ, მივიდეთ ბოლომდე, ნუ გააფრჭებთ სიტუაციას და ვინც არ არის ჩემი პაციენტი, ვისაც კონსულტაციაც არ ქონია, მაშინ გეტყვით იმას, რომ
ეს საჯაროა და შეგიძლიათ გადმოვიცანდეთ და პირადში ვნახოთ რა ხდება, როგორ და რანაირად. იმიტომ რომ პირადი საერთოდ სხვა რამე აქ რაც მეტია ყურება ბოდიშით, მით ნაკლებია რეზონირება. ეს იყო დღევანდელი ჩვენი გაშლა, ჩემო ძვირფასებო, გითხოვებთ თუ არა ჩაფიქრებული, ძალიან გული დამწყდა, აბსოლუტურად სხვა ენერგიებით და ძალიან დადებით ენერგიებით დავიწყე, მაგრამ ძალიან გაფუჭებულ ურთიერთობას ვუყურებთ. არ ვიცი მე რა იქნება, კიდევ მე რომ ხა თქვენგანაც ავეუტყათ კედელს, მაგ ესეთი შემთხვევებიც რომ ტირიან ხოლმე ინდივიდუალური კონსულტაციის დროს. არა, ეს არის საჯარო გაშლა, მე ეს არის მაქსიმუმი 1 თვე, ეხლა 1 თვის მერე შეიძლება მართლაც ცვლილებები ხდეს. ყოველ შემთხვევაში ახლა განერვულებული, გაბრაზებულია ეს კაცი და საერთოდ თქვენი დანახვაც არ უნდა. აი მოდი პირდაპირ გეტყვით. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? ამ შემთხვევაში ვჩერდებით, ვჩუმდებით და ზედმეტად არ ვაწუხებთ. დანარჩენთან დაკავშირებით პირად კონსულტაციაში ვნახოთ როგორ უნდა მოიქცეთ. მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ სამყაროს არკანმა დამიხურა და მე არკანს ვეღარ ამოვიღებდი, ამის უფლება არ მქონდა. ეხლა დაგემშვიდობებით, მიყვარხართ ყველა ჩემო ძვირფასებო დროებით.